ჩვენ უკვე მოვისმინეთ ერთ-ერთი კარგი მაგალითი უცხოური ინვესტიციის, თუმცა შემიძლია მოვყვე ერთ საპირისპირო შემთხვევაზე, რომელიც ჩვენ სოფელში განხორციელდა. ანუ ლაპარაკი იყო ბატონო დიმიტრი ბრძანა, რომ ჩვენ კარგად არ ვიცით ჩვენი მიწის ფონდი და არაჩაგვიტარები აღწერა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენზე უკეთესად აზიური ქვეყნების წარმომადგენლება იციან ჩვენი მიწები, იმიტომ რომ ყიდულობენ ზუსტად ჩვენ ტერიტორიაზე საუკეთესო მიწებს. ჩვენ სოფელში 200 გექტარი მიწა, რომელიც არის ჩვენს ზონაში ყველაზე საუკეთესო და რაც ჯერჯერობით ესე გაუხმაურებელი ფაქტია, ამ ტერიტორიაზე კვლავ შემორჩენილია სარწყავი სისტემა და კვლავ ფუნქციონირებს. სახნავსად ეს მიწა გაიყიდა 2000 ამ წლის თებერვალში და დაიწყო ამ მიწის დაქუცმაცება 1500-დან 2000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწებად. ერთი 20 გექტარიანი ნაკვეთი გაიყო უკვე 85 ნაკვეთად და უკვე გადაიყიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. 85 ნაკვეთი. ასევეა დანაწილებული 22 გექტარი, რომელიც გადაყიდვა ჯერ არ მომხდარა და ანუ სავარაუდოდ იგივე მონაცემებს თუ ვიანგარიშებთ, ეს 200 გექტარი მიწა შეიძლება დაიყოს ამ რაოდენობის ნაკვეთებად. საფრთხეს რაში ხედავთ? საფრთხეს. პირველ რიგში ეს არის ის, რომ ეს არის ინვესტიციაზე იყო ლაპარაკი. ანუ თუ მათ ჩამოსახლება, მოსახლეობა, მანდ ინვესტიცია ვერ განხორციელდება. სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით. ანუ ეს არის ჩვენი ტერიტორიის კიდევ ერთხელ ვიძახი საუკეთესო მიწები, რომლებზეც მოსახლეობა კარგით, გვერდზე მიაწოდეთ, თუ შეიძლება სხვებსაც მინდა. ჩვენი სოფელი 500 კომლიანი მოსახლეობაა და დაახლოებით 10-ჯერ მეტი იქნება ის ადამიანთა ჩამოსახლებული ნაკადი, რომელსაც მაგრამ საიდან ვიცით, რომ ვინმე უნდა ჩამოსახლდეს? თუ შეიძლება გვერდის სახელები და გვარებით იციან. გისმენთ. მოგესალმებით პირველ რიგში და მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. დიახ. ფაქტები გინდა და საშიშროებას ითხოვს. საშიშროება არის ის, რომ ის ნაკვეთები დაანაწილეს 200 ნაკვეთი. ის 200 ნაკვეთი პატრონი იძულებელს გავხდეს. ეზოდან ჩვენ ბავშვს აღარ გავაყვაინებენ. ან მით უმეტეს რომ ან საქოლენი გამოვიდეს, ან სადღაც რაღაცას. ეგრე ჩვენ მოგსპობენ. საქართველოს კანონმდებლობა ჩვენ სოფელს არ იცავს, სოფლელებს არ გვიცავს არანაირად. არც მთავრობა არაფერში არ ხმარება არც ისა. ეს მიწები ვინც გაყიდა აი საიდან გაიყიდა პიროვნება. ეს პიროვნებები არის საკითხავად ვინ არიან? ესენი არიან? აი 2006 წელში ვიცი არც ვიცით გასაიდუმლოებული იყო. ეს გაყიდა სახელმწიფომ თუ გაყიდა კონკრეტულმა კერძო მფლობელმა? აი ეს ვინც გაყიდა რა. 2007 წლის აპრილში არის უცხოელზე გადაყიდული უკვე. კი და ეს ვინც იყო? სოფლით ჯოხა რო შევიდოდა, პატრონსა ავტომატის კონდახებით, იარაღებს გვესროდნენ, არაფერი. საბუთას ეწეოდნენ. მთელი 200 გექტარი წყლობით არ არის დამუშავებული. სოფელში ახალგაზრდობა არის. არ არის არაფერი სამუშაო. 10 და 15 ერთად გაერთიანება მოხნავენ, ასიმი დაწესავენ, ან საკონჩი ბალახს მოიყვანენ. ხბოს გაზდენ, არა შიმშილის ზღვარზე სოფელი მე. ბატონო, შეიძლება მიაწოდეთ გვერდზე და შემდეგ უკვე ბრუნდებით. ყვილია ეს არაბი იქ ფეხერს არ გვაიძულებენ. გავყიდოთ და გმადლობთ. მოგესალმებით. ჩვენს მიწებს საერთოდ ქვემო ქართლში და გარდაბნის რაიონი და მარნეულის რაიონი არის ორ შემოსავლიანი. მიკროფონი ახლოს თუ შეიძლება. რაც ძალიან სარგებლიანი არის მოსავლისთვის, ადამიანებისთვის და იმისთვის. ჩვენთან უცხოელი შემოვა და დასახლდება იქ არაბი. აბსოლუტურად ჩვენ არაფერი ქონება აღარ გვექნება ქართველებს. ჩვენ მომავალშვილებ არ ეკნებათ ქონება. არაფერი აღარ შემორჩება და თუ გავყიდეთ ესა და უცხოელები შემოვიყვანეთ, პროცენტულად გაიზრდებიან ძალიან მეტად. კარგით, გმადლობთ. აი უპასუხეთ შემდეგ ალბათ თქვენ. ბატონ დიმიტრი, პირველად თქვენ შეგეკითხოთ უპასუხეთ. თქვენ თქვით რომ სოფლები დაცლილი არო. ყველაზე კაი ხო მაგალითი ის მოყვანა არის ხო?